ჩვენთვის რო გადიოდა ამბრძოლზე ემზადებოდა ჩვენთან შემოსასვლელად ეგ ისო მუდმივად ემზადება რუსეთი და მუდმივად და წვრთნიდა მაინც გააკეთეთ ეს და მაინც ახლა ვაკეთებდით იცით რას ვაკეთებდით რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩამოყვავდა ელჩები აი უკრაინაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში დაალაგებული აქვს და შედეგი რა აქვს ხო ხედავთ და იგივე სიტუაციის კაი თემაა სხვათა შორის უკრაინასთან დაკავშირებით უკრაინასთან დაკავშირებით მაინც ხო ყველა კითხვის ნიშანი ხო წაიშალა რეალურად რომ რაც არ უნდა გააკეთო, როგორც არ უნდა მოიქცე, აგრესორი ხო მაინც თავისას აკეთებს რეალურად. და დღეს რატო ლაპარაკობს სტოლტენბერგი და მაღალი თანამდებობის პირები, რომ ჩვენ 2008-ში საქართველოს რო არ დავეხმარეთ, რო არ მივიღეთ, მაპი რო არ მივეცით უკრაინას და საქართველოს, ეს ჩვენი შეცდომა იყო და აი ეს მონსტრი გაზარდეს და მიიღეს პუტინის სახით ისეთი საზიზღრობა, რომელმაც შემდეგ ეს მსოფლიო მთლიანად ააკეთებს. რომ წვრთნები მიდიოდა იმისთვის, რომ რუსეთი თავს დაგვსმოდაო, რატო არ მიიღეთ ეს პრემიუმული ზონებიო და ხალხი რატო არ გამოიყენებს? უკრაინას მიაწოდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენ ხანში დაიწყებოდა საომარი მოქმედებები, რა წერტილებში იქნებოდა, მაგრამ ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა იმ ადამიანების ევაკუაცია. რეალური ომია, რეალურად ომია და საომარ მოქმედებებში ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ ცხინვალი უცებ გაეკონტროლებინათ, რომ რუსეთს არ ეთქვათ, თავარი თემა რა არის იცით, აი რაც არის ზოგადად რა. რუსეთი ამას ყველაფერს განახორციელებდა, სამართლებრივ ბაზასაც მიაბამდა. და დღეს ბიძინა ივანიშვილის მანქურტ ივანიშვილი არ დაჭირდებოდათ ამისთვის, რომ დაემტკიცებინათ, რომ ქართულმა საჯარისო ფორმირებებმა ამ ტერიტორიაზე ეთნოწმენდა მოაწყო და გენოციდი. 3000 განცხადება გაგზავნეს სტრასბურგში და უნდათ ეთქვათ, რომ ქართველებმა გენოციდი და ეთნოწმენდა მოაწყვეს და აი ამიტომ არის, რომ ეკუთვნის ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებლად. ანუ შეუძლებელი იყო მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა, ანუ ესე მივიღოთ თქვენი პასუხი? რისი გაკეთებაც საომარ მოქმედებებში შესაძლებელი იყო, ეს ყველაფერი გაკეთდა. შეიძლება ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. ჯერ ერთი. შევხედოთ აზერბაიჯანის მაგალითს. სუსტად იგივე ქონდა. აზერბაიჯანმა ქონდა სამართლებრივად უფლება თავის იურისდიქციაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის, მაგრამ დაალაგა ყველასთან. თურქეთთან, ისრაელთან. ისრაელი აიარაღებდა და დღემდე აიარაღებს რუსეთთან და მერე დაიწყო ამის გაკეთება. ამათმა ახლა აგერ ამბობს, რომ იცოდნენ რომ 58 არმია და რას მომერეოდითო და თუ დალოცვილო თუ ისი რომ ვერ მოერეოდით, რას იჭრებოდნენ შიგნით, რა საჭირო იყო ის. ეს რას გავს იცით? ერთი წუთი დავასრულე. სარდლობა გაიქცა ომიდან. ხალხის ევაკუაციაზე გაიქცა. ეს სრული ტყუილია, ამისი კომისია იყო შექმნილი, ამისი კომისია იყო შექმნილი. მე უკავშირდი ცდილობდი, რომ როცა სამხედრო ნაწილები მოადგა თბილისს, მე ხალხი იყო შეგროვებული დიღმის მასივში, აი მარიმარკეტი რო დაახლოებით 10 იყო ხალხი და სამხედროები შემოდიან რომ დამირეკეს და იმათაც ეგონათ რომ რუსები იყვნენ. მეც ასე ვიფიქრე. ნუ სადარვე რომელი რიცხვი იყო? აი 10-ან 11. აი 11 რიცხვში. რუსთაველზე პრეზიდენტთან ერთად იდგა 5 პრეზიდენტი და გმობდნენ რუსეთის აგრესიას. ერთი წუთი. და 10-ში ეს თვითონ წასული იყო პრეზიდენტი და ესენი ჩამოვიდნენ და მერე ჩამოვიდა. არა, იმიტომ ლაპარაკ ახლა. ხო არ შეიძლება ისეთი რაღაცა ითქვას, რომელიც სრული აბსურდია და ვერ ვამბობ რომელი დღე იყო, როცა არა, სულ 5 დღე იყო და 10-ში და 10 იყო, 11-იან შეიძლება 9 რიცხვი იყო. ჯარი როდის მოიხსნა, ანუ რომელი რიცხვში მოიხსნა ჯარი? ანუ ხო გამოვიყვანეთ მაგას ვაპარაკობ. ეს იყო 10 და 11 და 10 და 11-ში პირადად მე გორი ჩემ პატარა შვილთან ერთად გადმოვკვეთე. ყველანაირი საომარი მოქმედებების დროს ვიყავი ზუგდიდში, ვეხმარებოდი იქა, გადმოვკვეთე იქ და მოვედი თბილისში, იმიტომ რომ თბილისში ტარდებოდა და ჩამოდიოდნენ ის ადამიანები და პრეზიდენტი გაქცეული იყო. პრეზიდენტის აპარატშიც არავინ არ იყო. არც პარლამენტის თავმჯდომარე და მის აპარატში არავინ არ იყო. სად იყვნენ? იმალებოდნენ. დიდი ნაწილი ჩინოვნიკების ძალიან დიდ და სამარცხინო რიგში ამის კადრები ხო არსებობს? წითელ ხიდზე
თავისი ტყავის და თავისი ქონების გადასარჩენად. ხო, გადაცემის გულის არმია, არა, არ უპასუხებს თქვენ. როცა მე უამრავი კადრები არსებობს. მე ხმამაღლა შემიძლია თქვენზე უფრო ლაპარაკო არა, ვისაუბრებ, არა, რა დაგასრულებინო. ისეთ ტყუილს ლაპარაკობ, რომელიც არის წარმოუდგენელი. უამრავი კადრი არსებობს. ყველა ტელევიზიის კადრი არსებობს. ყველა ტელევიზიის კადრი არსებობს, რომ არავინ ადამიანი ამის გარდა სპეციალური კომისია შეიქმნა და სპეციალურმა კომისიამ დაადგინა რომ ძინარე ცხინვალს ამას აჩვენებდა რუსთავი 2 ომთან დაკავშირებით ხო გითხარით ნებისმიერი უფლება ნებისმიერი მხარე ტელევიზიის კადრები არ არის ჩვენი მხარე არის სამართლიანი და ყველა საერთაშორისო სასამართლო შოთას და ასეთ ყველა საერთაშორისო სასამართლო პრეზიდენტი პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის არავინ არ იყო მე სამხედროებს მე შევხვდი ამ სამხედროებს მე ვიყავი თვითონ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში 10 რიცხვის 11 და 12 ერთი წამით